სამყაროსეული პლაზმის ენერგია. მამა აბსოლუტის გზავნილი 10 მაისი 2021 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. მოდით გავაგრძელოთ თქვენი და თქვენი სხეულების, მის სისტემებისა და ცალკეული ორგანოების ენერგეტიკული ურთიერთქმედების თემა. თუმცა მანამდე მე მსურს მოგცეთ ახალი ენერგია, რომელსაც ადამიანები ფართოდ გამოიყენებენ, როდესაც მათი ვიბრაციები გაიზრდება. საუბარი წავა სამყაროსეული პლაზმის ენერგიაზე. რით განსხვავდება ის სხვა ენერგიებისგან, რომლებიც ადრე მოგეცით. უპირველეს ყოვლისა თავისი შემადგენლობით. ვიბრაციულად ეს ენერგია ახლოს არის ამაღლების ენერგიასა, თუმცა მისგან განსხვავებით ის არის მისნაირი მსუბუქი და ჰაეროვანი. მას სხვა სიმკვრივე აქვს, აიხსნება ეს იმით, რომ ის შეიცავს სამყაროს ცეცხლოვან ნაწილაკებს, რომელთა შემადგენლობა ის არის დიდებული ცენტრალური მზის ენერგია. თუმცა ამაღლების ენერგია პირობითად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ჰაერის სტიქია, სამყაროსეული პლაზმის ენერგია არის ცეცხლოვანი სტიქი. ამიტომაც ზემოქმედება, რომელსაც ის ახორციელებს თქვენს ორგანიზმზე, იქნება უფრო შეგრძნებითი როგორც ენერგეტიკურად, ასევე ფიზიკურად. ამგვარად, თუ სინათლის და სიყვარულის სამყაროს პირველ შემოქმედისა და ამაღლების ენერგიები მსუბუქად ზემოქმედებენ თქვენს სხეულებზე და ამუშავებენ მათ ნატიფ ხმა დონეზე, სამყაროსეული პლაზმის ენერგია წვავს იმ ადგილებს, რომელსაც ჭირდებათ განკურნება, შედეგად კი მისი მუშაობის შედეგები ფიზიკურ დონეზე უფრო სწრაფად ვლინდება, ვიდრე უფრო ნატიფი ენერგიებისა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ენერგიები ნაკლებად მოქმედები არიან, უბრალოდ ყოველ მათგან საკუთარი სპეციფიკა და მოვალეობა აქვს. ხოლო რაც შეეხება სამყაროსეული პლაზმის ენერგიას, მისი ზემოქმედების ძალა შეგვიძლია შევადაროთ ქირურგის სკალპელს, რომელიც გამბედავად აშორებს დეფექტებს თქვენი სხეულიდან. თუმცა ფიზიკური, თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებით ზემოქმედებისგან განსხვავებით, ის ზემოქმედებს მასზე უჯრედულ დონეზე. როდესაც უხმობთ ამ ენერგიას და თხოვთ ამა თუ იმ ორგანოს განკურნებას, ის იწყებს მის ზედმიწევით სკანირებას და გარდაქმნის ავადმყოფ უჯრედებს ჯანმრთელად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ცვლის დაზიანებულ უჯრედების სტრუქტურას და ათანაბრებს მათ დანარჩენებთან, ჯანმრთელ უჯრედებთან, რითაც ჰარმონიულს ხდის ამა თუ იმ ორგანოს მუშაობას. ბატონ გიყვებით ამ ენერგიების შესახებ მხოლოდ ახლა. საქმე ისაა, რომ მასთან მუშაობა ყველას არ შეუძლია, არამედ მხოლოდ იმას, ვისაც ცნობიერება ამისათვის მზადა აქვს და ვის ვიბრაციების ამის საშუალებას იძლევა. ხოლო რადგანაც სამყაროსეული პლაზმის ენერგია, როგორც ყველა სხვა ღვთაებრივი ენერგია, ფლობს საკუთარ ცნობიერებას, ის შეიძლება გამოეხმაუროს მხოლოდ იმათ, ვინც შეძლებს მის მიზიდვას ვიბრაციების მიხედვით. მსგავსი იზიდავს მსგავსი. ნუ დაღონდებით ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ ჯერ მზად არ იქნებით ამ ენერგიასთან მუშაობისთვის. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ანუ თქვენ გაქვთ მიზანი, რისკენაც შეგიძლიათ მიისწრაფოდეთ და თქვენ სულიერ მუშაობას გამოუჩნდება კიდევ ერთი სტიმული, ახალი დასაპყრობი მწვერვალი. შემდგომ ჩემს გზავნილში კი მოგვიყვებით ამ ენერგიასთან მუშაობის ყველა დეტალის შესახებ. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომად უყვართ საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართან, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.